გამომდინარე იქედან, რომ ხალხის ზალის ხმებს არანაირი გადაწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხში, შეიძლება ითქვას, რომ ახლა დიმიტრი ხუნდაძე შესაძლებელია ცდილობს, რომ ეს სიტუაცია გამოიყენოს იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ როგორღაც წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც რეალური ოპოზიცია და შესაძლებელია ხალხის ძალას სწორედ ოპოზიციური იმიჯის გასამტკიცებლად ჭირდებოდეს. ახლა ეს ამბოხების მაგვარი განცხადებების გაკეთება, ვინაიდან გურამ მაჭარაშვილმა ჩვენ საუბრისას პირდაპირ თქვა, რომ კონსულტაციები აქვს ქართულ ოცნებასთან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილება ხალხის ძალას ამ საკითხზე მიღებული არ აქვს. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ ასევე ქართული ოცნების წიაღიდან წარმოჩენილ კიდევ ერთ ოპოზიციას პარლამენტში, ევროპელ სოციალისტებს და ისინიც საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ გვეუბნებიან, მხარს დაუჭერენ თუ არა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას და არსებობას და ილია ინჯია სიტყვებზე გამოგვეკიდა და სწორედ ასე ეცადა ჩვენს კითხვებისთვის თავი აერიდებინა. ქართული ოცნების წევრები კი აბსოლუტურად ყველა ამბობს იმას, რომ მხარს უჭერენ ამდვილად ამ თანამდებობის შექმნას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დღეს საღამოს მაგალითად არის უმრავლესობის ხდომა და უმრავლესობის ხდომაზე კიდევ ერთხელ იქნება ამ საკითხზე მსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას ახალი სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე უკვე მიღებული აქვს. არის აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ხალხის ზალის შემთხვევაში არის რაღაცა საკითხები, რაზე ვჯერდებით, არის რაღაცა საკითხები, სადაც აზრები იყოფა და ეს რა თქმა უნდა თავიანთი უფლება არის თუ ისინი არაპირებენ მხარისდაჭერას ამ ინიციატივისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ვინაიდან ერთის მხრივ მამუკამდინარაძეს ეძლევა საშუალება, რომ როგორც უკვე აღნიშნე, პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ იგი კოორდინაციას გაუწევს ძალოვან უწყებებს და შესაბამისად გადააზღვის კიდე თავის მხრივ. ხალხის ძალა ანონსებს, რომ მხარს არ დაუჭერენ ახალი სამინისტროს შექმნას. მსგავსი არაფერი დაანონსებია ხალხის ძალას. სამინისტროს შექმნას, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ შეიძლება არ უთქვამს. რა თქმა უნდა, ვიჯერებთ, დღესაც ვიჯერებთ, დღეს უმრავლესობის თაობა და იქაც ვიჯერებთ, მაგრამ მე პირადად გადაწყვეტილება მხარი დაუჭირო. შესაძლებელია საკითხი ჩავარდეს საერთოდ ამ გამორიცხულია. რას აპირებთ ქართული ოცნება? ჩვენ დავუჭერთ ხალხს და დავარწმუნებთ, რომ მათთვის დავარწმუნებთ. გვექნება კი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც დღეს კანონპროექტი პარლამენტში მოიტანა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ქვეყანაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს. მთავრობის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ მართალია ეს საქმე აქამდე ირაკლი კობახიძის პრეროგატივა იყო და ირაკლი კობახიძე იქნებოდა მაკოორდინირებელი ადამიანი ამ უწყებებს და ზოგადად ყველა სამინისტროს შორის, თუმცა მისი თქმით, ახლა კობახიძეს და ყოველთვის კობახიძეს სხვა დამატებითი საქმეებიც აქვს და საჭიროდ ჩათვალეს, რომ უნდა არსებობდეს კონკრეტული უწყება, რომელიც უშუალოდ და კონკრეტულად სამართალდამცავ უწყებებს გაუწევს კოორდინაციას. საჭიროება არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ გააქტიურებულია საქართველოს მთავრობის საქმიანობა სამართალდაცვითი და უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამას სჭირდება ყოველდღიური კოორდინაცია. ეს კოორდინაციის მანდატი არის პრემიერის და მთავრობის უფლებამოსილება. თუმცა ახალი სამინისტროს შექმნა რასაკვირველია კიდევ უფრო მეტად დამატებითი რგოლის მეშვეობით ამ ფუნქციას გააძლიერებს. ირაკლი კობახიძის უფლებამოსილებებში გარდა უსაფრთხოების სექტორისა შედის კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში დამატებითი მექანიზმის შექმნით კიდევ უფრო ეფექტური გახდება ეს საქმიანობა. საჭიროების შესახებაც საკმარისად იქნა დასაბუთებული თვითონ პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც. ახლა საინტერესო არის რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უშუალოდ ხდომაზე და კენჭისყრაზე, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას ხალხის ძალის და ევროპელი სოციალისტების გარეშეც აქვს საკმარისზე მეტი რაოდენობა ხმების, არ არის გამორიცხული, რომ მაგალითად ვინმეს ან ღილაკი შეეშალოს, ან ვინმე ხდომა გააცდინოს და მოხდეს რაიმე რისკის შემცველი გარემოება, რამაც შესაძლებელია ეს საკითხი ჩააგდოს. ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს ხალხის ძალის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან გააკეთა კომენტარი, რომ პოზიცია საბოლოოს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კენჭისყრის დღეს გავიგებთ, წინასწარ ისინი საკუთარ პოზიციაზე არ საუბრობენ და ამბობენ იმას, რომ ამ უწყების საჭიროებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და კონსულტაციები მიმდინარეობს ხალხის ძალასა და ქართულ ოცნებას შორის.